თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ამირანი 2 ივნისს დაიწყება. ფესტივალში მონაწილეობის სურვილი 50-ზე მეტი ქვეყნის კინოსკოლამ გამოთქვა. საკონკურსო პროგრამაში კი 21 ქვეყნის 58 სტუდენტური ნამუშევარი მოხვდა. ჟიური საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ, ექსპერიმენტულ ფილმებს გამოავლენს. გაიცემა მთავარი პრიზი სტუდენტებისთვის, მოეწყობა მასტერკლასები. ეს არის ახალგაზრდა რეჟისორების მხარდაჭერა, მათთვის საშუალების მიცემა, რათა თავისი კოლეგები და თანატოლები გაიცნონ, გაუზიარონ შემოქმედებითი გამოცდილება, მასტერკლასებში მიიღონ მონაწილეობა, აიმაღლონ თავისი პროფესიული და ცოდნის დონე. ფესტივალი იზრდება, კარგი ფესტივალი არის და ის გადაცემა თაობების აშკარად ჩანს, რომ გაგრძელდება. ჩვენ მივაჩნია, რომ ასეთ ფესტივალებს ხარ უნდა დაუჭიროთ. 50-ზე მეტმა კინოსკოლამ გამოაგზავნა რამოდენიმე ასეული ფილმი, საიდანაც შემდგომ კომისიამ შეარჩია 48 ფილმი 21 კინოსკოლის. ფესტივალი იძლევა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ შეამოწმოს საკუთარი პროფესიული დონე, შეამოწმოს ჩვენი სტუდენტების პროფესიული დონე.